მოგესალმებით. დღეს ილია ჭავჭავაძის კაცი ადამიანის ცნობილ ნაწყვეტებს ჩაუღრმავდებით. საინტერესო თემაა ნამდვილად. ხო, და თავიდანვე უნდა ვთქვათ, ილია გვაფრთხილებს, რომ ეს არ არის ერთ კაცზე, ანუ საზოგადოებაზეა ზოგადად. კი, საზოგადო ჭირზე როგორც თვითონ წერს, ამბობს, ვინც ლუარსაბში თავის თავს ნახავს, შეიძლება ეწყინოსო, მაგრამ მოყვარეს პირში უძრახეო, ხო, ეს პრინციპი. სწორედ ეგ არის. მისი მიზანი კრიტიკაა, ოღონდ არა დაცინვა, არამედ, გამოფხიზლება. ხო და ჩვენც ვცადოთ ამ ნაწყვეტებით გავიგოთ, რისი თქმა უდოდა, ვინ არის ეს ლუარსაბი, რა გარემოშია. ეს არ არის უბრალოდ პერსონაჟის ისტორია, ეს უფრო რაღაცნაირად დიაგნოზია იმ დროის საზოგადოების ერთი ნაწილის. მოდით დავიწყოთ გარემოთი. აი, ლუარსაბის სახლკარი კახეთში ორსართულიანი ქვით კირის სახლია. რაც წესით სიმყარეზე უნდა მიუთითებდეს, ხო? კი, მაგრამ რას ხედავთ წინამძულეში? ეზო მოუვლელი, ღობე ჩანგრეული, ყველაფერი მიგდებული. ზუსტად. და ეს თითქოს პატრონის შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია. მით უმეტეს, როცა ვიგებთ მის ქონებაზე. აბარა, 20 კომლი ყმა ხავს. უამრავი ცხვარი, 100-მდე ცხენი, ვენახები, მიწები, საკამოდ მდიდარია. და ამ სიმდიდრის ფონზე ის სახლის და ეზოს მდგომარეობა. ძალიან თვალშისაცემია, ეს უბრალო სიზარმაცეზე მეტია. ხო, რაღაც შინაგან სიცარიელეზე მეტყველებს. ილიას ის კომენტარიც ხომ გახავთ, ეტყობა რომ ქართველია. კი, წარე ირონიაა. აშკარად მიმბაძველობაზე და ფორმის უპირატესობაზე შინაარსთან მიმართებაში. თავად ლუარსაბი როგორია? ილია წერს მრგვალი, როგორც კარგი ნასუქი კურატი. ესეც მეტოფორაა. ფიზიკური ფორმა როგორც ერთადერთი მიღწევა, ასე ვთქვათ. და განათლება. მისთვის ეს ეხლანდელი ჭირია. სწორედ. არც აინტერესებს და პირიქით, თითქოს ხელს უშლის. მისთვის მთავარი რა არის? ჭამა-სმა. და კიდევ უწინდელი დროის ნოსტალგია აქვს. მაგრამ რას მისტირის? და ეგაა საინტერესო, ის ფორმას ხედავს, გარეგნულ მხარეს, მაგრამ შინაარს ვერა. იმ გულის სიმხურვალეს, თავგამოდებას მამულისათვის, რაზეც ილია მიანიშნებს. ხო, მაგას ვერ ხვდება. მისთვის ძველი დრო უბრალოდ უზრუნველყოფა და პრივილეგია იყო. ესეც ერთგვარი სიბრმავეა, ფაქტობრივად. და ამ სურათს, რა თქმა უნდა, ავსებს მისი მეუღლე, დარეჯანი. კი, მისი მეორე გვერდი, როგორც ილია ამბობს, მსგავსი გარეგნობით, მსგავსი ცხოვრების წესით. მათი ყოველდღიურობა ხომ, აბსოლუტური სიცარიელი ზეიმია. ნამდვილად. გვიან იღვიძებენ, მერე დარეჯანი უაზროდ ფუსფუსებს, მოსამსახურეებს ლანძღავს. მერე ჭამა, ძილი, ისევ ჭამა. და ის ეპიზოდი ბუზების თვლაზე. ეს ხო გენიალურია. კი, ძალიან ძლიერი სცენაა. ეს არ არის უბრალოდ სიზარმაცე, ეს არის მათი გონებრივი, სულიერი სამყაროს სიმბოლო, ისეთივე ცარიელი და უმიზნო. მათი საუბრებიც ხომ ზუსტად ამას ასახავს. აი მაგალითად, კამათი იმაზე, ბოზბაში სჯობს თუ ჩიხირთმა. ან თევზების მეფე თართია თუ ორაგული. ხო, ერთი შეხედით სასაცილოა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ტრაგიკულია. ეს გვიჩვენებს, რამდენად დავიწრობდა მათი ინტერესების სფერო, მხოლოდ ფიზიკური, მატერიალური საჭმელი. ეს სიჯიუტე საჭმელზე, ეს უაზრო პრინციპულობა? კი, ეს არის სულიერი და ინტელექტუალური შიმშილის დემონსტრირება. თითქოს ამით ამტკიცებენ საკუთარ მნიშვნელობას იქ, სადაც სხვა არაფერია. და სხვების მიმართ დამოკიდებულებაც საინტერესოა. მოსამსახურეებთან ქედმაღლობა. მუდმივი ჭორაობა, სხვისი ნაკლის ძიება. აი მაგალითად, ლევანსა და ნიკოლოს რომ განიკითხავენ, ურმებს რომ აქირავენ და თითქოს თავადობას ირცხვენენ. ესეც ხომ თავდაცვაა, სხვისი დაკნინებით საკუთარი უმოქმედობის გამართლება. უდაოდ. და თან ეს ხდება იმ დროს, როცა ცვლილებებია გარშემო, ბატონყმობა უქმდება. კი, და ილია სწორედ ამ უმოქმედო პროგრესის მოწინააღმდეგე ფენას აკრიტიკებს ასე მწვავედ. ამ ცვლილებების შიშიკი განსაკუთრებით ჩანს, როცა ბატონყმობის შესაძლო გაუქმებაზე ხმა ვრცელდება, ჯერ პანიკა. მერე კი თვით დამშვიდება, რომ ეს შეუძლებელია ღვთისგან დადგენილი წესრიგია და ვერ შეიცვლება. ხო, ეს ეპიზოდი ძალიან კარგად აჩვენებს მათ გაქვავებულ აზროვნებას. მათთვის სამყარო არის ისეთი, როგორიც არის და მორჩა. სხვა რეალობა წარმოუდგენელია.
და მოურავ დათოს პირფერობაც. კი, რომელიც ამ ილუზიებს უმყარებს, ესეც სისტემის სიყალბეზე მიუთითებს. ზუსტად. მაშ ასე რომ შევაჯამოთ, ამ ნაწყვეტებში ლუარსაბი და დარეჯანი წარმოგვიდგებიან როგორც კარიკატურული, მაგრამ მწარე სახეები. უმოქმედობის, უვიცობის, ცვლილებების შიშის განსახიერება. საკუთარ კომფორტის ზონაში ჩაკეტილი ადამიანები. და ილიას კითხვა კაცი ადამიანი, ეს ხომ დღესაც ისმის. რას ნიშნავს იყო ადამიანი? კი ეს ფილოსოფიური კითხვაა. მხოლოდ ბიოლოგიური არსებობაა საკმარისი. ჭამა, სმა, ძილი, თუ რაღაც მეტია საჭირო. აზროურება, პასუხისმგებლობა, განვითარება. ილია პასუხს პირდაპირ არ გვაძლევს, ხომ? მკითხველს უტოვებს ამას. დიახ, თქვენ მსმენელს გაფიქრებინებთ. და ბოლოს, მოდით ჩვენც დავფიქრდეთ. აი ეს ლუარსაბისეული აზროვნება, გულგრილობა, საკუთარ სამყაროში ჩაკეტვა, სიახლის შიში. რამდენად შორს არის ეს ჩვენგან დღეს? ხომ არ ხვდებით ამის გამოძახილს ჩვენს ირგვლივ, თუნდაც სხვა ფორმებით, სხვა გარემოში. საფიქრალია ნამდვილად.